დღევანდელი ვიდეოს შემდეგ ზუსტად გეცოდინება თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ გადაიღო ხარისხიანი ვიდეო. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი და თქვენ უყურებთ არხს N1 Fishing. სადაც ძირითადად ვსაუბრობ თევზაობის შესახებ, თუმცა დღევანდელ ვიდეოში მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, რადგანაც ძალიან ბევრი კითხვა შემოდის თუ რომელ ტექნიკას იყენებ გადასაღებად. ამიტომ მინდა დღეს გაჩვენოთ ის ტექნიკა, რომელსაც ვიყენებ ვიდეოების გადასაღებად და არა მარტო ის, რომელსაც ვიყენებ გადასაღებად. აი ამ ყველაფერს სჭირდება რა თქმა უნდა დატენვა, განსაკუთრებით ბუნებაში, როდესაც დენი არ გვაქვს, შესაბამისად, როგორ ვიღებთ აი ამ კონტენტს, როდესაც დენის გარეშე ვართ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ 2-3 დღიან გასვლებზეც კი. ამიტომ აუცილებლად დარჩით ვიდეოს ბოლომდე, არ გამოტოვოთ არც ერთი წამი, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციას მოგაწვდით, რომელიც დაგეხმარებათ იმაში, რომ სამომავლოდ თქვენთვის ხარისხიანი კონტენტი გადაიღო. პირველ რიგში მინდა ვისაუბრო ვიდეოს ხარისხზე. აი ზოგადად ხარისხზე. რა არის ვიდეო, რისგან შედგება? ეს არის გამოსახულება, რომელსაც ახლა თქვენ უყურებთ, აუცილებლად ხმა, რომელსაც აი ეს მიკროფონი იწერს და რა თქმა უნდა განათება. ამიტომ დავიწყოთ პირველ რიგში კარგი გამოსახულებით და კარგი გამოსახულება რომ მოგცეს განსაკუთრებით ვლოგის ტიპის ვიდეოებისთვის, ძალიან კარგი მოწყობილობა არის DJI-ს ბრენდის Osmo Pocket 3, რომელიც არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ჩემი ძირითადი და მთავარი კამერა გახდა, რადგანაც არის ძალიან პატარა და კომპაქტური, აქვს უმაღლესი ხარისხის 4K გადაღების შესაძლებლობა, სუბუქი, მარტივად ატარებელი, თან რა თქმა უნდა სტაბილიზაციის ფუნქცია აქვს, ანუ როდესაც დარბი ხარ, მოძრაობ, ნებისმიერი action კადრისთვის დაგჭირდეს, აი ეს კონკრეტული კამერა ძალიან გამოგადგება. პირველ რიგში რა თქმა უნდა ვლოგის ტიპის ვიდეოებისთვის, მაგრამ თუ ყავს ოპერატორი, მას რა თქმა უნდა შეუძლია ძალიან კარგი კადრების აღება აი ამ პაწაწუნა კამერით. თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ არის კამერა. რა თქმა უნდა მას მაღალი ხარისხის მიკროფონი აქვს ჩაშენებული. ქარის შემთხვევაში ალბათ ვფიქრობ, რომ მაინც ჩაშენებული მიკროფონები არც თუ ისე მაღალი ხარისხის ხმას გადმოგცემს. ამისთვის აუცილებელია გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული პეტლიჩკა მიკროფონები, რომელსაც ახლა ჩემს მკერდზე ხედავთ და ასევე ეს მოდელი გახლავთ DJI-ს ბრენდის, რომელსაც ქვია DJI Mic Mini, ანუ იგივე მიკროფონი, mini ვერსია. DJI-ს აქვს 3 სხვადასხვა ვერსია. მათ გამოუშვეს DJI Mic 1, ასევე შემდეგ მოაყოლეს DJI Mic 2 და ბოლოს გამოუშვეს DJI Mic Mini, რომელიც არის ძალიან კომპაქტური. ეს კონკრეტული მიკროფონი გახლავთ სულ რაღაც 10 გრამი წონაში, რაც რა თქმა უნდა ძალიან მსუბუქი არის. ფაქტიურად ვერ გძნობ რომ მიკეთია ამ კერძზე. ორ ვარიანტი შეგვიძლია გამოვიყენოთ. ერთი ის რომ ეს მაგნიტით მაქვს დამაგრებული შიდა მხრიდან, შესაბამისად ძალიან მსუბუქია და ზაფხულში მაისურზე კომფორტული გამოსაყენებელი, მაგრამ თუ გვაქვს რაიმე დასამაგრებელი, მას აქვს პატარა ესეთი კბილანასავით, რომლის მეშვეობით ნებისმიერ ნაჭერზე შეგვიძლია დავამაგროთ და კომფორტულად გამოვიყენოთ. კომპლექტში მოყვება სხვადასხვა თავაკები, ქარისგან დამცავი მაგალითად, თეთრი და შავი ფერის, რომელიც კიდევ უფრო კომფორტულს ხდის მიკროფონის გამოყენებას და ხვდებით ალბათ რომ ხმა ძალიან კარგი ხარისხის არის. გესმით ახლა მისი ჩაწერილი ხმა და ერთ-ერთი გამორჩეული ფუნქცია არის ის, რომ აქვს ხმის დახშობის ფუნქცია. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მაგალითად ჩვენს ირგვლივ რაღაც გარკვეული ხმაური არის, მაქსიმალურად ვცდილობს რომ ის ჩაახშოს და ჩვენს ხმაზე იყოს ორიენტირებული, რაც კიდევ უფრო მაღალ ხარისხს გვაძლევს და ეგრეთ წოდებულ ხარვეზებს გამორიცხავს მაქსიმალურად. ეს კონკრეტული ვერსია მე რაც მაქვს შეძენილი არის 2 მიკროფონით და 1 მიმღებით და მას აქვს შესაძლებლობა რომ დაუკავშირდეს ნებისმიერ მოწყობილობას. ეს იქნება smartphone თუ ეს იქნება სტანდარტული კამერა. და ძალიან კარგი პლუსი ის არის რომ თუ გვაქვს ასევე DJI Osmo Pocket 3, რომელიც მე რა თქმა უნდა მაქვს, მიკროფონის დაკავშირება შეგვიძლია პირდაპირ Bluetooth-ის მეშვეობით, არანაირი დაკავშირება არ გვჭირდება რაღაც სადენებით, შესაერთებლებით და ასე შემდეგ. ძალიან კომფორტული, მარტივ გამოსაყენებელი იქნება, უბრალოდ ამოიღებ მიკროფონს, დაიმაგრებ, ჩართავ კამერას, ავტომატურად დაკავშირდება და შეიძლება უკვე გადაიღო ხარისხიანი ვიდეო და რა თქმა უნდა უმაღლესი ხარისხის ხმა. ასევე მისი გამორჩეული ფუნქცია არის ის, რომ დიდხანს ლებს საკმაოდ 10 საათი შეუძლია ჩართულ მდგომარეობაში იმუშაოს და როდესაც დაждდება ჩვენი მიკროფონი, აი ეს რაც ახლა მიკეთია, აი ამ case შესაძლებლობა აქვს რომ დამატებით კიდევ 3 ნახევარჯერ დატენოს. ანუ წარმოიდგინეთ 30 საათი თავისუფლად შეგიძლია გამოიყენო. წახვიდე 2 დღიან, 3 დღიან გასვლებზე, როგორც მე მაგალითად ვაკეთებ ხოლმე თევზაობაზე და ეს მოწყობილობა არც ერთ შემთხვევაში არ გიღალატებს, იქნება მუდმივად დატენილი. ახლა კი მინდა გაჩვენოთ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოწყობილობა, რომელსაც ვიყენებ საჰაერო გადაღებებისთვის. და ეს არის DJI-ს Mini 2.
დრონი, რომელიც არის პატარა და კომპაქტური, ძალიან პატარა იმისთვის, რომ ადვილად გადაადგილო, ჩანთას ჭარბდებ, მარტივად ამოიღებ და უკავშირებ smartphones, შეიძლება ააფრინო და გადაიღო მაღალი ხარისხის კადრები. 4K რეზოლუცია აქვს მაქსიმალური. ეს მე ძალიან მომწონს, რომ კომპაქტურია, რადგანაც სპინინგი თევზაობის დროს განსაკუთრებით ერთ პატარა ჩანთას შეიძლება ეს ყველა მოწყობილობა ჩააგდო, ზურგზე მოიკიდო და მარტივად გადაიღო ასეთი კონტენტი. და არა მარტო, ზოგადად საჰაერო გადაღებები ძალიან მნიშვნელოვანია და ნებისმიერ ვიდეო კონტენტს ხარისხს უწევს, რა თქმა უნდა, რადგანაც ჰაერში როცა ხარ და ზევიდან იღებ რაღაცებს, უფრო ლამაზი ჩანს კადრი. ნებისმიერ კონტენტს გამოგადგებათ აი ეს პატარა მოწყობილობა. მეგობრებო, ვიდეოში ვახსენე, რომ ძალიან ხშირად მიწევს განსაკუთრებით სეზონზე 2-3 დღიანი თევზაობები, როდესაც ვანაკდები დღეში და შესაბამისად ჭირდება, რომ ვიყო მუდმივად ხაზე, გქონდეს დატენილი smartphone, გქონდეს დატენილი ის კამერები და მიკროფონები, რომელთაც ვაკეთებ აი ამ კონტენტს, როდესაც თქვენ უყურებთ ხოლმე კაი თევზაობებს და აი ამ ყველაფრისთვის დაგჭირდება, რა თქმა უნდა, დამტენი. Power bank-ი არსებობს, რა თქმა უნდა, რომელიც შეიძლება ჩააგდო ჩანთაში, პატარაა, მაქსიმუმ 20.000-იანი, თუმცა 2-3 დღიან გასვლაზე ფიზიკურად არ გიყოფა ეს 20.000-იანი გარე დამტენი. ამისთვის მე შევიძინე ძალიან მაგარი მოწყობილობა, რომელსაც ჰქვია EcoFlow და კონკრეტულად მოდელი არის River 3. აი ესეთი მოწყობილობაა. ხედავთ ალბათ. პატარა კომპაქტური, რომლის მეშვეობით შეგვიძლია დავტენოთ აი ეს ყველა კამერა, მიკროფონი, ტელეფონი, ნებისმიერი ის მოწყობილობა, რომელიც გვინდა რომ გამოვიყენოთ დღეში, ბუნებაში, ავიცი, პიკნიკზე, არ აქვს მნიშვნელობა. ასე რომ EcoFlow არის ჩემი მუდმივი თანამგზავრი, როდესაც მაქვს ხოლმე ასეთი კარგი გასვლები, თევზაობა იქნება თუ ზოგადად პიკნიკი, არ აქვს მნიშვნელობა, რადგანაც შეგვიძლია ამ მოწყობილობაზე არ მარტო დავტენოთ, არამედ პირდაპირ იდენის წყარო იყოს, თუ მაგალითად ღამისთევა გვინდა ნებისმიერ წყალსაცავზე თუ ზოგადად პიკნიკისთვის, შეგვიძლია შევერთოთ ნატურა, ჩამოვკიდოთ და გავანათოთ ღამე, შესაბამისად უფრო კომფორტულად ვიპიკნიკოთ. მეგობრებო, ეს ყველა მოწყობილობა ძალიან დაგეხმარებათ იმისთვის, რომ ხარისხიანი კონტენტი გააკეთოთ. რადგანაც ალბათ ხედავთ, რომ ჩემი ვიდეოები უფრო და უფრო ხარისხიანი ხდება, ზუსტად აი ამ მოწყობილობების დახმარებით ვაკეთებთ აი ამ ყველაფერს, ხარისხიან კონტენტს პირველ რიგში, რაც მთავარია, იმედი მაქვს, რომ მოგწონთ ჩემი ვიდეოების ხარისხი და მხარს დამიჭერთ ლაიქების მეშვეობით. თუ გადააზიარებთ ვიდეოს, ეს ჩემთვის კიდევ უფრო მეტი мотиваცია იქნება. მინდა გისურვოთ ყველას წარმატება, მინდა გისურვოთ ხარისხიანი კონტენტის გაკეთება, აღნიშნული პროდუქციის ბმულები აუცილებლად იქნება ვიდეოს ქვევით აღწერაში და ეკრანზეც ამოვანათებ. გისურვებთ ყველას წარმატებებს, ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში აუცილებლად თევზაობაზე. აბა დროებით.